14:08 ფილმი გახმოვანებულია Channel.com-ის მიერ. Თელი ცხოვრება ცოდული ადამიანივით გაატარა უფალმა, მაუწყა რომ ჯოჯოხეთში ცეცხლოვანი კარიბჭე ღიაა და ჩვენ გველოდება. Თქვენ ახლა ტოვებთ Painful This Oaks, გთხოვთ დაგვიბრუნდით. დიახ, შავი კუპრით და წითელი ალით სავსე ტალღები მზადაა ჩვენი სულების გადასაყლაპად. ჩვენ ვიცით რა გზითაც უნდა ვიაროთ. უფალმა გვასწავლა სწორი გზა. დიახ, უფალმა თქვა თავისი სათქმელი. გამარჯობა. მე მაიკ ენსილი ვარ. დასარჩენად მოვედი. ძვირფასო. ბატონო ენსილ, გვეშინოდა რომ არ გამოჩნდებოდით. დიდი პატევია თქვენი აქ ყოფნა. საშინელი ამინდია. გასაღებს თუ მომცემდით, ბარემ დავლაგდებოდით და დილით დავილაპარაკებდით. ალბათ ყველაფერი გაინტერესებთ ჩვენი საშიში ისტორიების შესახებ. აი ამ კიბეზე ამბობდნენ, ხალხის აზრით აქ ჩამოიხრჩა დამლაგებელმა თავი 1860 წელს. სურათიც გვაქვს. შეგვიძლია დილით გავაგრძელოთ. მოიცა, ჩვენს ბროშურაზე ამობეჭდერე. ხომ გამოგიგზავნეთ ესეთი, კი სავარაუდოდ. ხედავთ პანჯარაში. ხო, აი იქა. ეს ფოტო ერთ-ერთმა სტუმარმა გადაიღო 1986 წელს. თქვენ ახსენეთ, რომ ყველაზე ხშირი პარანორმალური აქტივობა სხვენის ოთახებში იყო. შეიძლება მანდ რომ გავჩერდე. მართალია, რადგან იქ მესამე სართულზეა. მანდ წინამორბედი მოსამსახურე ცხოვრობდა. ხალხი ამბობს, რომ სილვიას ყველა ბავშვი მანდ დაიღუპა ტუბერკულოზით. ყველა? სტუმრები უცნაურ ხმებზე იუწყებოდნენ. შუაღამის იწყებოდა ეს უცნაური ხმები. ჩვენი საუკეთესო რჩევა იქნება, რომ კარი შიგნიდან დაკეტოთ. ხომ ასეა ძვირფასო? ასეა, თავს მიხედეთ, კარი შიგნიდან ჩაგედეთ. ჩავკეტავ. იმის შემდეგ, როცა გასაღებს გადმომცემთ. სულ დამავიწყდა. აი აქ არის, ნომერი 14. ვერ გამოტოვებთ. გრძელი გზა გამოვიარეთ, წარმატებები. კარგით. აბა ვნახოთ, რას მოგვიტანს ეს ღამე. ქალბატონი კლარკი, მე პატრონი. ამბობს, რომ ერთი ღამეც არ უძენია სასტუმროს შეძენის შემდეგ და მე ჯერ ამისი. არა, მეწოდება. მაგრამ ბენედიქტიურად შემწვარ კვერცხს არ აუშავდა და თუ წინასწარ დაურეკავს ქალბატონი კლარკსი ამბობს, რომ მის ცნობილ შოკოლადის ნამცხვარს გამოგიცხობთ. გულისმანძქალის შკალაზე, ტირალა პლაჟის სასტუმროს 6 თავის ქალას მივცემდი, მაგათი დედაც. 5 თავის ქალა. მოჩვენებებით შეპყრობილი 10 სასტუმრო. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? შემიძლია დაგეხმარო? ხო, დიდი მოვლენის სანახავად მოვედი. კარგია. მაგარია. მაიკ ენსილი ვარ. უკაცრავად? ავტოგრაფების დღეა. ხო, შენ ყოფილ ხარ, ხო? თანახვედრა დავინახე, ხო, კარგი სურათია. მადლობა ძმაო. კარგი დამელოდე. ყურადღება. წიგნის მოყვარულებო, ამ საღამოს იდუმალებების ცნობილი მწერალი. მაიკლ ენსილი ყავს სტუმრად. მის სანახავად ავტორის კუთხეში უნდა მივბრძანდეთ. ამ საღამოს.
იგი რამდენიმე ბესტსელერის დამხმარე წიგნის ავტორია, რომლებიც მოჩვენებებისგან თავის გადარჩენას გვასწავლიან. მათი სახელებია მოჩვენებებით შეპყრობილი 10 სასტუმრო, მოჩვენებებით შეპყრობილი 10 სასაფლაო, მოჩვენებებით შეპყრობილი 10 შუქურა. ამ საღამოს 7 საათზე. მოკლედ ძალიან ვისიამოვნე ამ წიგნის წერით და სულ ესაა. იმედი მაქვს მოგეწონებათ, ან უკვე მოგეწონათ. ამბა თქვენ იცით, შეშინდით. კითხვები ხომ არ გაქვთ? ყველაზე საშიში ადგილას სად ყოფილ ხართ ოდესმე? ყველაზე საშიში ადგილი, სადაც ოდესმე ყოფილ ვარ, ესეთი კითხვა ჯერ არ დაუსვავთ. ვიხუმრე. ყველა ამ ადგილს მრავალფეროვანი ისტორია აქვს. რომელიმეს არჩევა, რომ მომიწიოს ალბათ, მაკდიგის საზარელ ქორწილს ავირჩევდი ბარ ჰარბორში, სადაც უამრავი მკვლელობა მოხდა, ან ალბათ სეინტ კლაუდში. მინესოტაში მომხდარა ამბავს, გიჟმაქვრივმა საკუთარი შვილი რომ ჩააგდო ჭაში. ესეთ ადგილებში ჰაერიც კი სქელია. პოლტერგეისტზე რა სიტყვით, მისმინეთ, მე კარგი მკვლევარი ვარ, ყველგან ჩემი აღჭურვილობით მივდივარ. ელექტრომაგნიტური ველების საზომი, სპექტრომეტრი, ინფრაწითელი კამერა, იმას გულისხმობ, რომ პარანორმალური აქტივობის ხილვაზე მეტად არაფერი არ გამაბედნიერებს. ხო ხვდებით, იმ ძნელად დასაჭერი სინათლის დანახვა მინდა გვირაბის ბოლოს. ანუ ამბობთ, რომ მოჩვენებები არ არსებობენ? იმას ვამბობ, რომ მე არც ერთი მათგანი არ მინახავს, მაგრამ მსგავსი რაღაცეებით იზიდავენ განწირული სასტუმროები. კლიენტებს, მე მგონი საკმაოდ დავწდით აზრს, ვის აქვს კალამი? მე. აბა, რომელი გნებავთ? არა, ისე მართლა, მაიკ, ნამდვილი მოჩვენებების სანახავად სად ღირს წასვლა? გარანტირებულად? ხო, მოჩვენებებით შეპყრობილი აგარაკი, დისნეილენდში. მაგარია, მადლობა. შეშინდით? მადლობა. ღმერთო, სახლისკენ მიმავალი გრძელი გზა მაიკლ ენსილი. სად იპოვე? eBay-ზე. eBay-ზე? რამდენად იყიდე? არც ისა ბევრი ადამიანი იყო აუქციონზე. არ მიგვირს. მაგრამ გასაოცარი წიგნია. უნიკალურია და შთამაგონებელი, რაც მთავარია გულწრფელი. მადლობა. რა გქვია? ანა. კარგი ანა. კიდევ აპირებთ მსგავსი წიგნის დაწერას? არა, მაშინ სხვა ადამიანი ვიყავი. შეიძლება კითხვა დაგისვათ. რა თქმა უნდა. ეს ურთიერთობა წიგნში მამას და ვაშს შორის ალბათ ძალიან პირადულია, მაგრამ იმდენად ჭეშმარიტია და კარგად აწყობილი. ნამდვილია? არა. დიდი მადლობა ხელმოწერისთვის, ძალიან ვაფასებ. არაფერს. კარგად. იაფი ავტონაწილები. კარგად ხარ მეგობარო? ჰეი, სუნთქავ? სამას 25, აი აქ იქნება. სადმე? ეს არის. აქ მომიწერეთ ხელი. წელ. აქ შვენიერ დღეს გისურვებთ. მადლობა. დიდი მადლობა. გაუმარჯო ძმაო, რაღაც არ ჩანხარ. უი, ხო ძმაო, შენი ბოლო წიგნი წავიკითხე. 10 მოჩვენებებით სავსე აგარაკი თუ რაღაც. ძმაო, მაგარი საშიში თემა იყო. მაგარია. აბა მაგრა ძმაო.
გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად, მადლობა. მაიკ, დაბადების დღეს გილოცავთ. მშვენიერ დღეს გისურვებთ. დევიდი. სასტუმრო დელფინი 1408-ში არ შეხვიდა. საყვარელია. საღამო მშვიდობის დელფინის სასტუმრო გისმენთ, ვისთან დაგაკავშიროთ? გამარჯობა, მე ოთახ 1408-სთან დაკავშირებით ვეკავ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ნომერ 1408-ში მინდა გაჩერება. გთხოვთ. ეგ ოთახი დაკავებულია, სერ. კი, მაგრამ ჯერ თარიღიც არ მithქვამს. შაბათზე რა სიტყვი? დაკავებულია. მომავალ სამშაბათს დაკავებულია. იქით ათვეს დაკავებულია. იქით ზაფხულს ქარხნის მფლობელი სასტუმროს ფანჯრიდან გადმოხდა. ჩიკაგოს ქარხნის წარმატებული მფლობელის იდუმალებით მოცული ტრაგიკული თვითმკვლელობა ნიუ-იორკში. სამშაბათი 1938 წლის 6 დეკემბერი. ვინმე ხომ არ იცით რამე კარგი ჩინური რესტორანი 48-სთან ახლოს. იმ იდიოტთან ერთად უნდა წავიდე ლანჩზე Random House-დან, არავინ იცის? სემ მაიკ ენსინი გირეკავს კიდე ლოს-ანჯელესიდან. იქიდან მოპასუხებ, Clay, Mike Ensilისთვის გაქვთ ერთი წამი? თქვი კი. კარგი, ახლა მისმინე. პირქუში ტიპია, ასე რომ ცოტა ენერგიულად ელაპარაკე, სხვანაირად არ გამოვა. სალამი სემ. სალამი. პირველი 5 თავი წავიკითხე გულშინ გამით, მაგარი საშიშია, ძლივს დავიძინე. კარგია. ის ამბავი მოაგვარე, ჯობს დაიჯერო, მოაგვარე და ეხლა ჩვენი საუკეთესო ადვოკატი გყავს, Mike Clay Mike. გამარჯობა Clay. Mike, მაინლაი ილაპარაკე, კარგი, ამ ტიპს $400 ვუხდით საათში. კარგი Clay, დელფინზე რა ხდება? ხო, დელფინი. ლექსინგტონზე მდგომი ტრაქში სათხრელი გადმონაშთი, ძალიან ტიპობა დაგიწყეს, ხო? ხო და Clay-მ გაი რაღაც მოიფიქრა, კარგად ქექა და რაღაც გიპოვა. ძიხარ ფედერალური კანონის საზოგადოებრივ უფლებებზე. ანუ დისკრიმინაციის თემაზე შენაერი კაცის მიმართ, ვინც კანონმორჩილია, მაგრამ კანონია არა Clay. მოკლედ, ოთახი დაკავებული თუ არ არის, უნდა მოგცენ. მართლა? ხო, მისმინე, მენეჯერმა შეიძლება ცოტა გაატრაგოს, მაგრამ იცის რომ დაენძრევა. მოკლედ გაუმკლავდები. ხო და Mike, ნომერს დავჯავშნით და უარს თუ იტყვიან სასამართლოში ვიჩუღლებთ. ანუ მოგვარებულია. მადლობა Clay, გაეთრიე ახლა, კარგი? კარგად Clay. ხო Mike, აქ ხარ? ხო, ეხლა უკვე პირადად მე მაინტერესებს. ნამდვილად გინდა აქ ჩამოსვლა? ხო, რა თქმა უნდა, სოლიდურ დამასრულებელ თავს გავაკეთებ წიგნისთვის. ხო, ვიცი, როგორც ხდება, მაგრამ ეს ნიუ-იორკია. იმის მერე რაც მოხდა, მაინც გინდა რომ გააკეთო. სწრაფად ვიზავ. ლილის დაურეკავ? არა. რატომ შევაწუხო? მივალ და წამოვალ. ზედმეტი პრობლემების გარეშე. მხოლოდ სამსახურის ამბავია. აი აქ დელფინთან გააჩერე. ულამაზესი ოთახია, გამაოგნებელი ხედებით ქალაქზე. ბოდიშით ქალბატონებო. კეთილი იყოს თქვენი დელფინში მობრძანება, სერ. ჩვენთან რჩებით ამაღამ? Mike Ensili ერთი ღამით. და როგორ იწერება თქვენი გვარი? Ensili. მენეჯერი გააფრთხილეთ სტუმრის ჩაწერამდე. ხომ შეიძლება ერთი წუთით დაგტოვოთ, სერ? რა თქმა უნდა.
ბატონო დემსე, მაიკ ელსილი მოვიდა. სად არის? ჩემს მაგიდასთან არის. კარგი, მარი. მე მივხედავ. კარგი, ერთ წუთში მოგაგზავნე ყურადღებას ბატონო ელსლინ. საღამომშვიდობის სერ. ბარგი სატანაში ხომ არ მოგეხმაროთ, არა? კარგით. ბატონო ელსლინ, მე ჯერალდ ოლინი ვარ. დელფინის მენეჯერი. ნებისმიერ რამეზე შეგიძლიათ მომმართოთ. ვახშმის დაჯავშნა, თეატრის ბილეთები, კნიგსების თამაშზე დასწრება, ნებისმიერი რამ. უბრალოდ მითხარით, თქვენს განკარგულებაში ვარ. 1400 მერვე ოთახის გასაღებს თუ მომცემთ, საერთოდ აღარ შეგაწუხებთ. თქვენ პენტჰაუსის აპარტამენტებში გადაყვანაზე ვფიქრობდი. 1408 იყოს, გთხოვთ. დაჟინებლად მოვითხოვთ. ესე იგი, შეგიძლიათ ჩემს ოფისში გამომყვეთ, ცოტა უფრო პირადი საუბრისთვის? რა თქმა უნდა. შესანიშნავია. მობრძანდით. თავი კომფორტულად იგრძენით. 1408-ში მოწევა შეიძლება? სიმართლე გითხრათ, კი, შეიძლება. კარგია, ერთით ნაკლები სანერვიულო მექნება ღამით. სიგარას ინებებთ? არა, მადლობა, არ ვეწევი. ეს? ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ატომური ომი დაიწყება. დიდი ხნის წინ დავანებე თავი, უბრალოდ ჩვევად მეკცა. წრურწმენის ამბავია, ხო ხვდები? წერლების ამბავია. იმედია სვავ, ხო? რა თქმა უნდა, წეგანა არ თქვი, მწერალი ვართ, ხო? ლის სიკუანტეს სებ დესე 1939 წლის. საუკეთესოა. დაახლოებით $800 ღირს. ვაფასებ მოგვთამვის მცდელობას, მაგრამ იმ ოთახში დარჩენას ვაპირებ. რამდენი ხნით? რამდენი ხნით? ზოგადად ერთი ღამე მყოფნის ხოლმე. გასაგებია. ერთ საათზე მეტი ჯერ არავის გაუძლია. ღმერთო. მეგობაროს, ჯობს სარბები გაიპარსო და თმა უქროსფრად შეიღებო, თუ გინდა რომ ექსისულელე დამაჯერო. თუ არა და ბავშვების მეც ვერავის შეაშინებ. რატომ დამცინი, როცა მე გულწრფელად ვცდილობ ყველა ჩემი შესაძლებლობით დაგეხმარო? არა, შენ პატარა თამაშს თამაშობ, რაღაც მისტიკა გინდა დამაჯერო, მაგრამ საბოლოოდ ორივემ ვიცით, რომ მაგ გასაღებს მომცემ და ვალ იმ ოთახში და მაგარ მოთხრობას დავწერ და ამის გამო შენი კლიენტების რაოდენობა 50%-ით გაიზრდება. ხომ არ გეწყინება ჩემმა პატარა მეგობარმა რომ ჩაიწეროს ჩვენი საუბარი? მაგას თანხმობად მივიღებ. სიტუაციას არასწორად აფასებ. გასაგებია დელფინი ისეთ დონეზე არაა როგორც პლაზა ან კარლაილი, მაგრამ ჩვენ ნომრების 90% მუდმივად დაკავებული გვაქვს და მე სასტუმროზე არ ვღელავ. არც შენზე ვღელავ, გულახდილად ეგოისტურად. პირდაპირ გეტყვი რომ 1408-ში არ მინდა რომ გაჩერდე, რადგან არ მინდა მერე გვამი გამიხდეს იქიდან გამოსატანი. სასტუმროებისთვის მთავარია რეპუტაცია და სტუმრების კომფორტი. მე მენეჯერის ტრენინგები გავიარე და არა მესაფლავის. რაც აქ მუშაობ, იქ უკვე 4 ადამიანი მოკვდა. 4. ბოლოს შემთხვევის შემდეგ ავკრძალე 1400 მერვე ოთახში ვინმეს შეშვება. After the last one, I forbade any guests from checking into 1408 ever again. ბოლოს დეივიდ ჰაიდი იყო სტომატოლოგი, დეპრესიული ტიპი, ვენები გადაიჭრა, თავის თავზე პატარა ოპერაცია ჩაიტარა, თავი დაისაჭურისა, ხო? დიახ. ესე იგი გამოგიკვლევია სანამ მოხვიდოდი. მეც პროფესიონალი ვარ. მოკლედ, დარდიანად მის 95 წლიან არსებობაში სასტუმროს უნახავს ფანჯრიდან 7 გადმომხტარი ადამიანი, 4 მეტის მეტად დიდი დოზის ქვეშ გარდაცვლილი, 5 ჩამომხრჩვალი, 3 თვით დასახიჩრებული, 2 დამხრჩვალი. მთავარმა მენეჯერმა ჯერალდ ოლინმა ზეპირად იცის სასტუმროს ტრაგიკული ისტორიები. მშრალად ლაპარაკობს მათზე როგორც ბუღალტერი თავის დავთხრებზე. თავიჭკვიანი გონია, ხო? ვიცი რა თემაცაა. და შენი კვლევის დროს აღმოაჩინე 1400 მერვეში მომხდარი ის 22 ბუნებრივი სიკვდილი? ბუნებრივი სიკვდილი? არაფერიც არ გაგიგია, რადგან ეგეთ რაღაცებზე არ წერენ ხოლმე გაზეთებში. ჯამში ეგ ოთახი 56 სიკვდილს ითვლის. 56-ს? უეჭველი მეღადავები. არაფერი არ იცი, 1408-ში სიკვდილის უამრავი მიზეზია. გული შეტევიდან დაწყებული ჩაძირვით დამთავრებული. ჩაძირვა? ხო, ბატონი გრედი მილერი თავის ქათმის წვნიანში ჩაიძირა. ძნელია, ეგ როგორ მოახერხა? ნამდვილად საინტერესოა. ყველაფერი აქ არის. ამას და ჩემ ოფისში მუშაობის უფლებას მოგცემ. შეგიძლია ჩაინიშნო რაღაცები და შენს წიგნში გამოიყენო. ჩემი ერთადერთი პირობაა, რომ იმ ოთახში არ შეხვიდე. ამ ყველაფრის ნახვის უფლებას მომცემ? დალევას ვაპირებდით.
მაგარია. Here, keep it. გამომართვი, კონდეს. სასტუმროს ხარჯზე. მაინც ვრჩები, ჯანდაბა. მოპატიე. All right, here. კარგი აიღე. Read the God forsaken. წაიკითხე ღვთისგან მიტოვებული რაღაც. გარანტიას გაძლევ წაკითხვის შემდეგ აღარ მოგინდება 1408-ში გაჩერება. The first victim. პირველი მსხვერპლი, ბატონი კევინ ომალი. საკერავი მანქანების გამყიდველი სასტუმროს გაიხსნის პირველივე კვირას გაჩერდა. ოქტომბერში 1912 წელს. ყელი გამოიჭრა, ხო? ეგ არაა ყველაზე საზარელი ფაქტი, მაგის შემდეგ გაგიჟებულმა სცადა ჭრილობის გაკერვა ძველი საკერავი ნემსით, სანამ სისხლით დაიწყლებოდა. დამშვიდი, ძმაო. მისმინე ბატონო ენსილ. 1408-ში დარჩენა არ არის საჭირო, შეგიძლია 1404 ოთახში გადაიღოთ ფოტოები, ზუსტად იგივენაირია შიგნით და ვერავინ გაარჩევს. ჩემი მკითხველები ჭეშმარიტებას ელიან, შენი მკითხველები აბსურდულ და იაფასიან მღელვარებას ელიან. ბატონი იუჯინ რილბსი უთავო აჩრდილი ჯერ კიდევ დასეირნობს მიტოვებულ ფერმაში. მაუნტ ჰოუფის სასაფლაო საჩრდილი ჯერ კიდევ ყებს. ზუსტი ციტატებია, საიდან იცი? შენი წიგნები არც ის ერთული საპოვნია, ფასდაკლებული წიგნების თაროებზეა, წიგნების ნებისმიერ მაღაზიაში. ცინიზმით სავსე წიგნები, რომლებიც ნიჭიერი და ინტელიგენტი კაცის დაწერილია, რომელსაც არაფრის და არავის არ სჯერავს, საკუთარი თავის გარდა. დამნაშავე ვარ ნამდვილად, მისმინე. შეხვედრა დასრულებულია, იქნებ შემიშვა ოთახში. კაი რა, გულნატკელის სკოლის მოსწავლე გოგოსავით ნუ იქცევი, სიმართლე გითხრა გამაკვირვე. არც ისე ცუდი ყოფილხარ, როგორცაც ველოდებოდი. ის პირველი მომეწონა, სკელი ყდა რომ მქონდა. რა ერქვა? ბოლო გასეირნება სახლისკენ მიმავალი გრძელი გზა, ხო? ის მამა რაღაც ცოტა მენაბიჭვრა. ხო, ნამდვილად ეგეთი იყო. მისმინე ძმაო. მოკლედ გასაღები მომეცი, ბატონო ენსილ, გასაღები მომეცი. მისმინე. ბიქსბის სახლშიც დავრჩენილ ვარ, კბილების ზედი მაბაზანაზე გავიხეხე, სადაც სერ დევიდ სმიტმა მთელი თავისი ოჯახი ჩაახრჩო. ვამპირების უკვე 12 წლისას აღარ მეშინოდა. იცი რატომ შემიძლია ძველ საშიშ ოთახში დარჩენა, ბატონო ოლინ? იმიტომ რომ ვიცი რომ მეგაჩრდილები და გრძელფეხა მხეცები არ არსებობენ. რომ წეარსებად ღმერთი არ არსებობს, რომ მათგან დაგვიცვას. ხომ ასეა? ესე იგი ვერაფერი გადაგაფიქრებინებს, მე მგონი როგორც იქნა გავუგეთ ერთმანეთს. ძალიან კარგი. წამომყევი. სასტუმროების უმეტესობა უკვე მაგნიტურ ბარათებზეა გადასული, ნამდვილი გასაღები. კარგი შტრიხია ატიკურობაზე ხაზის გასასმელად. მაგნიტური ბარათები გვაქვს, მაგრამ ელექტრომოწყობილობები არ მუშაობს 1408-ში. იმედი მაქვს გულისცემის მარეგულირებელი არ გიდგას მკერჩი. მთავარი მენეჯერი ამტკიცებს, რომ ოთახში მყოფი აჩრდილი ხელს უშლის, სიტყვა აჩრდილი არ მიხსენებია. უკაცრავად მოჩვენება, ზმანება? არა, არ გესმის. 1408-ში მსგავსი რამ არ არის. მაშინ რა არის? ბოროტებით სავსე დედამოტყნული ოთახია. გთხოვთ. ბატონო ოდინ. Pouvez-vous lire et signer les papiers, s'il vous plaît? Ah oui. Très bien. და მფლობელებმა უბრალოდ რომ დაკეტონ ეგოთახი არ შეიძლება? იუსუკოს კორპორაციას ურჩევნია რომ ყველას თავი მოაჩვენოს, თითქოს არ არის რაიმე პრობლემა, ისევ როგორც 313 სართულის არარსებობაზე აკეთებენ. ის ოთახი ალბათ ძალიან ბინძურია, რამდენი ხანია რაც ზეწრები არ გამოუცვლიათ, 11 წელი? არა, ჩვენ პროფესიონალები ვართ. 1408-ს შევუვლით ხოლმე თვეში ერთხელ. მე ვადევნებ თვალყურს, დამლაგებლები წყვილად მუშაობენ, ისე ვუდგებით მაგ ოთახს თითქოს მომწამლელი გაზით იყოს გაჟღენთილი. ხოლო 10 წუთით ვჩერდებით და კარს ღიას ვატოვებინებ, მაგრამ მაინც რამდენიმე წლის წინ ერთი ახალგაზრდა დამლაგებელი ელ სალვადორიდან აბაზანის ოთახში ჩაიკეტა. იქ მხოლოდ რამდენიმე წუთი გაატარა, მაგრამ როცა გამოვიყვანეთ ის მკვდარი იყო. არა, დაბრმავებული. მაგრატელი აუღია და თვალები ამოითხარა, ისტერიულად იცინოდა. შენი სართულია. აი აქ უკვე ერთმანეთს უნდა დავშორდეთ. 1408-თან ამაზე ახლოს არ მივდივარ, თუ რა თქმა უნდა თვის პერიოდი არ არის. აბა? ხვალამდე. ბატონო ენსლინ? გთხოვთ. ამას ნუ იზავთ. მერე დაგირეკავ იმ ბილეთის თემაზე.
ჩემი ძმამ გლებმა შეჭამეს კონექტიკუტში მიმავალ გზაზე. კაი, ყველაფერი რიგზეა საყვარელო. აი შევდივართ უკვე. სულ ეს არის? მე გადავებით? პირველი რაუნდი ნამდვილად ეკუთვნის საზიზღარ ბატონ ოლინს ეფექტური აგრესიულობისთვის. უნდა ვაღიარო ერთ მომენტში ნამდვილად ამიყოლია, მაგრამ სად არის ეს ძვალში გამტარი შიშის მომგვრელი საშინელება? მანახეთ სისხლის მდინარეები. ეს უბრალოდ ოთახია. $8 ხილისთვის. ეს ბოროტებით სავსე ოთახია. ოლინმა თქვა, რომ სასტუმროებისთვის მთავარია სტუმრების და მაცხოვრებლების მყუდროება. კარგი ფრაზაა, მაგრამ მე ეჭვება ეს ამ ბანალურობაში დასარწმუნებლად ეთქვა. პროზაული სიახლოვის შეგრძნება, დიახ, აქ ნამყოფი ვარ. უსაფრთხოა. დივანის დგას. სამუშაო მაგიდაც, ვითომ ანტიკური. ყვავილებიანი შპალერი, შესანიშნავი ხალიჩა. ის ლაქა რომ არ ჩავთვალო ცნობილი ნამუშევრის სიაფასიანი ასლის ქვეშ რომ არის. ეს ნამუშევარი მოსაწყენ სტილშია შესრულებული ალბათ ქურიორი და ივის მიერ. მეორე სურათზე მოხუცი ქალბატონია გამოსახული ზღაპრების კითხვის დროს. ვისტლერისგანაა მოპარული. სიგურად აშლილ ბავშვებს უკითხავს, როცა კიდევ ერთი მადუნა და ბავშვი იყურება უკნიდან. ნამდვილად აქვს მუქარის ბუნდოვანი ფონი. მესამე და საბოლოო მოსაწყენი ნამუშევარი არის ცნობილი ნახატი სახელად ნადირობა, ცხენები. მონადირე ძაღლები და შეკრულობით დაავადებული ბრიტანელი ლორდები. ვიღაც ტვინიკოსმა ბოროტების ბანალურობაზე თქვა რაღაც ოდესღაც. ეგ თუ სიმართლეა, მაშინ ჯოჯოხეთის მე-7 წრეში ვყოფილვართ. თავის ხიბლი ნამდვილად აქვს. ნიუ-იორკის ტიპიური შეზღუდული პანორამაა, სადაც არაფერი ჩანს. მოსაწყენია რუხი შენობებით გარშემო. ქვემოთ ავტომობილების სიგნალები და ჯანდაბა.
ყოჩა ღოლინ. ყუდროება დამირღვია. That means someone's in the room. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცაა ოთახში. უცნაურია. როგორც იქნა რაღაც გამომიჩნდა, რაზეც შემიძლია დავწერო. სტუმართ მოყვარე მოჩვენება ყოლია. კარგი. მოდით ან მივდევრობით მივყვეთ. ფანჯარასთან ვიყავი. მუსიკის ხმა გავიგე. თავი მივარტყე, შემოვტრიალდი, საწოლთან მივედი შოკოლადის ასაღებად, შემდეგ საკუჭნაო გავაღე და ამ დროს ზურგი შევაქცია. ჰუდინის დრო ექნებოდა, რომ აქ შემოსულიყო და ტუალეტის ქაღალდის ფოკუსი ჩაეტარებინა. დაისახლა მისაღებ ოთახშია. გამოდი. უფრო კარგად უნდა ეცადო, პროჭო. თბილამანდ. აქ მაგრად დაცხა. მიდი რა. მიმღები გესმენთ. გამარჯობა, მაიკ ენსილნი ვარ. აბა მიხვდით რომელი ოთახიდან? სათხართ გაათავისუფლოთ სასტუმროს ნომერი. გავათავისუფლო არა, გათავისუფლება. არა, რატომ უნდა გავათავისუფლო? მით უმეტეს როცა დამლაგებლის ესეთი საოცარი მომსახურება მოქვს. ძალიან ყურადღებიანი, არა მინდა რომ ვინმე გამოგზავნოთ თერმოსტატის შესაკეთებლად ოთახი იწვის. კარგით, სერ, ახლავე გამოგზავნი მექანიკოს. გამოგზავნით? რა თქმა უნდა. მადლობა. არაფრეს. რამდენი თხელი კედელი ავაგეთ ერთმანეთს შორის, ძველო მეგობარო. რამდენი სარკოფაგი. სასტუმროს ოთახები ბუნებრივად ჟურვანტელის გამომწვევი ადგილებია. რას ფიქრობ? იმას ვამბობ, რომ რამდენი ადამიანს დაუძინია იმ საწოლში შენამდე. რამდენი მათგანი იყო ავად? რამდენი მათგანი შეიშალა? რამდენი მათგანი მოკვდა? ჩვენ აქ ამბისთვის მოვედით და არ ჩავფლავდებით, ხომ ასეა?
იმაში კი არაა საქმე, რომ რასაც ხედავ არაა ნამდვილი. უბრალოდ არც ისე ნამდვილია, როგორიც ჩანს. გისმენთ? თქვენ გაქვთ პრობლემა ტემპერატურასთან დაკავშირებით? დიახ. გაიღეს შენი. ძალიან ცხელა თუ ძალიან ცივა? შენი აზრით? შემოდი. გადამრთველი აქ არის. დაახლოებით 27 გრადუსია გაჭედილი. აქ არის თქო გადამრთველი. ვიცი სად ჯანდაბაშიცაა, მაგრამ ამ ოთახში არ შემოვალ. დაახლოებით 2 მეტრი გაქვს გამოსავლელი. არ შემოვალ თქო, იცი საერთოდ აქ რეები მომხდარა. კი, ძალიან კარგად. მისმინე, აქედან გიკარნახებ. ნებისმიერ სულელს შეუძლია მაგის შეკეთება. უბრალოდ პანელი მოხსენი. კარგი. მაგ კოჭას ზემოთ ვერცხლის წყლით სავსე პატარა ავზივითაა. მაგას უნდა გაეაქტურებინა გადამრთველი, მაგრამ ესასტუმრო ძალიან ძველია, მოწყობილობების ნახევარი არ მუშაობს. უბრალოდ პატარაზე მიარტყი. მიარტყი. აი ეგ არის, სერ, თქვენ გენიოსი ხართ. ჯენტლმენი და ოსტატი, მადლობა, ნება მომეცით? სერ. სერ. შენი დედაც. ვერავინ ძლებს საათზე მეტს. ძალიან ეფექტურია. მოგიტყან. შენი დედაც. ღმერთო. Just begun to გისმენთ? გისმენთ?
სე, რაღაც გაუგებრობა მოხდა სამზარეულოში. თქვენი სენდვიჩი 10 წუთით დაიგვიანებს. სენდვიჩი? რა სენდვიჩი? სენდვიჩი არ შემიკვეთავს. რეებს ლაპარაკობთ. მაპატიეთ, შეგიძლიათ გარნირი რამე სხვა შეკვეთით ჩაანაცვლოთ. ჩვენ ხაჭო გვაქვს მაკარონი სალათით, დაკეპილი მომისმინეთ, უმიკომბოსტო სალათა. მოიგეთ. გვათავისუფლებოთ ახს. დავშავდი გესმით? ჩემი დაწყევლილი ხელი დამიშავდა. მესმის, ტანსაცმელს ქიმწმენდაში დილა 10 საათამდე თუ დატოვებთ, საღამოს 5 საათისთვის დაგებრუნებთ. ფუშე ბოზო, ტაქსი გამომიძახე, უახლოეს სამოწყობოში წამიყვანოს. დავშავდი, არ გესმის რასაც გეუბნები. სერ, მაკტონით საუბარს ვერ მოვითმენ. იდიოტი ხარ, გიჩივლებ. კანონის მიხედვით მოგხედავთ. რა ჯანდაბა გჭირთ? თუ გსურთ, შემიძლია ჩვენს მენეჯერთან ბატონ ოუნილთან დაგაკავშიროთ. კარგი, ძალიან კარგია. მიდი, დამაკავშირე. დამაკავშირე. ელფინში დარჩენისას არ გამოტოვოთ ნიუ-იორკში საუკეთესო კერძები, ცნობილი ზღვის კაპარჭინა რესტორანში. ანტრესოლის სართულზე. კუნთები გაქვთ დაჭიმული, ჩაეწერეთ და ეწვიეთ ჩვენ სპა მასაჟებს. ჩვენს მარჯნის სართულზე. ქლიანი ტანის მასაჟი და სახის არომათერაპია ნასიამოვნებს დაგტოვებთ. ალო? შებოზო. გაიმარჯვეთ, კარგი. მიდი, გაიღე. მიშველეთ. ვინმეს ესმის შემიხმა? მიშველეთ. თქვენ, სერ. ხო, თქვენ მიშველეთ. ხედავთ? დელფინის სასტუმროში ვარ. პოლიციაში დარეკეთ. მიშველეთ. ეი! მიშველეთ. ჭუიდან ვიშლები. მამიკო, სად ხარ? გიპოვი. მოვდივარ. აი აქ ყოფილ ხარ. ხედავ, მამიკო. თავი ხელში აიყვანე. ისეთ ადგილებში ხარ ნამყოფი, რომლებიც ნამდვილი არაა. ადექი.
მთელ დაწყეულილ სტრუქტურას კარგავ. მამიკო მიპოვე. ფსიქოგენეტიკური ფიბრილაციები. დაღლილი გონება კლასიკური, შეპყრობილი სახლის წინააღმდეგ. საღიაზრის დაკარგვა, ხმელი პლედები. როგორც იმ სასტუმროში, კანზასში. ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, უბრალოდ იფიქრე, ეს რა არის? ეს რა არის? ფარული კამერა? ვინ არის მანდ? ქსიამოვნებს ამის ყურება. ამ სასტუმროს სადისტი მფლობელი თუ ოლინი? მოიცა ერთ წამს. სასმელი მომცა. სასმელი მომცა, თვითონ დალია? ვერ ვიხსენებ. დოზა მომცა. ან სასმელი იყო, ან შოკოლადი. უცხოებს ნურასდროს გამოართმევთ კბილეულს. კარგი, კარგი, უბრალოდ ჰალუცინაციები მაქვს. უბრალოდ ჰალუცინაციები მაქვს. უნდა გავუძლო. ორგანიზმიდან უნდა გამოვიყვანო. 4-5 საათში გამოფხიზლდები. გაგიჭერ მორჩა, შენი საქმე წასულია, მოდი აქ, მოდი აქ. მამიკო და ჯექი. გინდა რომ დავჯდე? გინდა რომ დავჯდე? ხო. კარგი, მოიცა, მოიცა. მაცადე, კარგი ადგილი ვიპოვო გადასაღებად. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველაზე მახინჯი ადამიანების შეჯიბრიდან. მე-5 და მე-4 ადგილების ბორის დორის სერგოთ, ოქროს თევზებს. ქალბატონებო და ბატონებო, მოდი ახლოდან გადავუღოთ. ახლიდან გადავუღოთ ბორის და დორის. შეხედეთ, ნახეთ ეს მახინჯი თევზები, ისეთი მახინჯები არიან, რომ გარბიან. და მესამე ადგილი ერგო, მაიკ ელსინს. რა სიურპრიზია. აბა ესე შემომხედეთ, მახინჯი ვარ? მეორე ადგილი ლილი ელსინს ერგო. კარგი იყო. ბეოვულფის და სოფრელი კაცის ნაჯვარს გავდა, მომეწონა. და პირველი ადგილი კეიტი ელსინს ერგო. რა საშინელება, ღმერთო, ეგეც სახეს ნუღებულობ, ვეღარ ვუყურებ. Ma'am, can you hear me? ქალბატონო, გესმით ჩემი ხმა? Ma'am, I need your help. ქალბატონო, თქვენი დახმარება მჭირდება. გთხოვთ, ქალბატონო, გესმით ჩემი ხმა? Kid, be quiet. შვილო, გაჩუმდი ერთ წამს. გთხოვთ, ქალბატონო.
I was dead. ნეტა უმკვდარი ვიყო. Where is my სად არის ჩემი ბაღი? can't smell it. ვერაფრის სურნელს ვერ ვგრძნობ. I hate მე ზიზღება ეს ადგილი. how did I აქ საიდან მოვხვდი? მამა. მამიკო. It's my მაიკლი ვარ. როგორც შენ ხარ? მეც ეგრე ვიყავი. როგორც მე ვარ. შენც ისე იქნები. Maybe I'm not real. იქნება არ ვარ ნამდვილი. Maybe I'm just having იქნება უბრალოდ კოშმარი მესიზმრება. an incredible ძალიან ცოცხალი, ნათელი კოშმარი. lucid nightmare. When is the last ბოლოს time როდის დავწექი დასაძინებლად? I flew in? გუშინ ჩამოვფრინდი თუ დღეს? Was that ვერ ვიხსენებ. today? მატარებლით მოვდიოდი? I can't remember. Was I on a train? I woke up სადღაც გავიღვიძე და ვისაუზმე. had breakfast. Where was სად I? ვიყავი? რა ვჭამე? Here it comes. დაიწყო. They say you can't. ამბობენ რომ სიზმრებში ვერ მოკვდებიო. Is that true? მართალია? Shock. შოკი გაგაღვიძებსო. So you couldn't really. ასე რომ სინამდვილეში არ მოკვდები. All right, what are our კარგი, რა არჩევანი გვაქვს? hallway? Got guest rooms on either side. დერეფანი, სტუმრების ოთახი მეორე მხარეს, კიბე, ხანძრის დროს გასასვლელი, შემდეგ ფანჯარას. შემდეგ ოთახში მივყავართ. How many? რამდენი ნაბიჯია იქამდე? 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 9. Okay, კარგი, I can do this. მე ამას შევძლებ. Something should happen. რამე თუ უნდა მოხდეს, ფეხი დამიცდება და ჩავარდები. მინდა რომ გაიგონ, რომ უბედური შემთხვევა იყო. Rope ოთახს არ გაუმარჯვია. did not win. Okay. კარგი, მე ამას შევძლებ. 18 little 18 პატარა ნაბიჯი. ოთხი. ქვემოთ არ ჩაიხედო. 5 განაგრძე სვლა. კარგი. 9 8 6
Where is it? სად არის? სად არის? თქვენ ხართ აქ. ცოცხლად დამწვით. თავი ხელში აიყვანე, ყველაფერი გეჩვენება. სასტუმროს ოთახები ბუნებრივად ჟუანტელის გამომწვევი ადგილებია. უცნაურია, საძინებელს ფანჯარა არ აქვს. უცნაურია, საძინებელს ფანჯარა არ აქვს. ექიმო ედვარდს ონკოლოგიის განყოფილებაში გიხმობენ. გთხოვთ. არა. არა. ექიმები შეიძლება ცდებოდნენ, სხვამ შეიძლება განსხვავებული დიაგნოზი დასვას და მკურნალობა დანიშნონ. შემომხედე. გთხოვ. რანაირი ღმერთი მოიქცეოდა ესე პატარა გოგონას. კეიტი. მამიკო ვერ გხედავ. მამიკო ვერ გპოულობ. მეშინია მამიკო. მეშინია. მიშველე მამიკო. მამიკო მიშველე. კარგი, უსადენო ინტერნეტი? მიდი, მომეცი სიგნალი. საღამო მშვიდობის მაიკ, ძლივს.
მაიკ, ეს შენ ხარ? ძალიან ცუდად ჩანხარ. ხო. მოჩვენებას გავხარ. არა, მე ვარ, მაიკი ვარ. ცოტა უცნაურია. ერთი წელი არ მილაპარაკია შენთან და უცბად აქ ამოხდი კომპიუტერში. მაპატია ლილი, მომისმინე გთხოვ. სწრაფად სამსახურში ვარ და იქნებ ცოტა გვიან გადმომირეკო. მისმინე, დამწყდოული ვარ ამ ოთახში. ამ ადგილას. მაიკ, შენ ყოველთვის ეგეთ უცნაურ ადგილებში ხარ ხოლმე, ეგ შენი სამსახურია. არა, გთხოვ ლილი, მომისმინე გთხოვ. ლილიან სლენი, გამარჯობა, დიახ. ლილი, კი არა, მაქვს, ლილი. ახლავე ჩამოვალ. გთხოვ, პოლიციაში დარეკე. დელფინის სასტუმროში გამოუშვი. ქალაქში ხარ? ხო, სასტუმრო დელფინი. I'll tell you later. 22:54. ლენქსინგტონი. წახვედი და გაქრი, არც განქორწინება გაგვიკეთებია. მიმატოვე, არ ვიცი, ვერ ხვდები, უცრად ეხლა დაგჭირდი? ლილი, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ. საფრთხეში ვარ, გესმის? კარგი მაიკ, ცოტა ნელა, ვერაფერს ვერ ვიგებ. რაღაც ცდილობს შემოკლას, აი ამ წამს. არა, ლილი, არა. I got it up. დანა მაქვს. აქედან არის გასასვლელი. ან აქედან. Let me in. ქალბატონო. შემომიშვით, მიშველეთ. ქალბატონო. გთხოვ დაიძინე. Mike, can you help me? მაიკ, შეგიძლია დამეხმარო? სად წახვედი? სიგარეტი უნდა მოვიტანო, შენ წამოგიღო რამე? ღმერთო ჩემო, გესმით ჩემი ხმა? ჰეი! ეს მის ვინმეს ჩემი ხმა? It's good to be back. კარგია უკან დაბრუნება. საკმარისი იყო. ალკოჰოლი. უბრალოდ შესამოწმებლად მოვედი. მაინტერესებს აჭარბებს თუ არა საცხოვრებელი ბინა შენს მოლოდინებს. ძალიან კარგად იცი რომ აჭარბებს. რა გინდა ჩემგან? არა. შენ რა გინდა? ბატონო ენსლინ, შენ მოითხოვე ეს ოთახი. ეს საქმე იყო, ჩემ საქმეს ვაკეთებდი უკაცრავად. ჩემი სამსახური მწერალი ვარ. მართალია, შენ ხომ არაფრის არ გჯერა. მოგწონს ხალხის იმედების გაცრუება, სისულელეა. შენი აზრით რატომ ჯერა ხალხს მოჩვენებების გასართობად? არა. ეს რაღაცის მოლოდინია სიკვდილის შემდეგ. რამდენი სული უარყავი? დიდ ტკივილს განიცდიდა. დარწმუნებული ვარ ზემოდან გვიყურებს. რა გინდა ჩემგან? რა გინდა ჩემგან? From
შეპატარა. რა გინდა რა? I want ჩემი დასალევი მინდა. drink. You win. მოიგე. You win. შენ მოიგე. დედიკო, ბიბლია რატომ არის ვარდისფერი? არ ვიცი რატომ არის ვარდისფერი. საქორწინო საჩუქარი იყო. ბებია ჩემო ჩამოიტანა უნგრეთიდან. ოდესმე შენი გახდება. მე სადაც მივდივარ, იქ ადამიანები იქნებიან? ჰეი, You're not going anywhere. არსად არ მიდიხარ შვილო. აქ დარჩები ჩვენთან. მამიკო, ყველა კვდება. როდესაც მოხუცდებიან. And they're much older. როდესაც ძალიან მოხუცები არიან. გაიგე? და უკეთეს ადგილას მიდიან და იქ ყველაფერი ძალიან ლამაზია. ყველა შენი მეგობარი იქნება იქ. ღმერთი იქ არის? კი, ნამდვილად გჯერა მაგის მამიკო. Yes. კი. You know what I ძალიან კარგად იცი ჩემი აზრი, უფრო მეტი უნდა გვექნა. ყველაფერი ვქენი რაც შეგვეძლო. არა, არ გვექნია, უნდა დავხმარებოდით მასთან ბრძოლაში. ღმერთო ჩემო. იმ უაზრო მოთხრობებით თავის ავსების მაგივრად სამოთხეზე და ღრუბლებზე და ნირვანაზე და ყველა მაქსისულელეებზე. მას მოსწონდა ეს მოთხრობები. გავალ სიგარეტს ვიყიდი. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ.com-ის მიერ. ავწონ დავწონოთ სიტუაცია. ვცდილობ ზუსტად აღწერო. ორფეუსი ორმეუმის წრეზე. ზედ ტანგოს სინათლით მოფენილი. ისეთი სინათლით, რომელიც მე მკვდრად მაქცევს. ამოდი საფლავიდან და იცეკვე ტანგო. ახლა ეს უკვე მეცხრე დონეა. ჯოჯოხეთის უღრმესი დონე, რომლიდანაც მთლიანადაა მოცლილი სინათლე და სითბო. ეს 6-ია. დაწყევლილი 5-ია. მე მგონი ვხედავ ყალიბს. კი, ვხედავ ყალიბს. მაიკლ, გესმის ჩემი ხმა? მაიკლ, სად ჯანდაბაში ხარ? მაიკლ. ლილი. მაიკლ, გესმის ჩემი ხმა? ლილი. ღმერთო ჩემო, მადლობა უფალსლივს და გეკავშირდე. დარეკე პოლიციაში. კი, სასტუმროსთან არიან, დელფინი არ მითხარი? ხო. დარწმუნებული ხარ? ხო, 1408. They're in 1408.
მაიკ, ისინი 1408-ში არიან. ოთახიც არეელია. მაიკლ, გესმის ჩემი? მაიკლ, სად ჯანდაბაში ხარ? I'm afraid I can't. შიშობ ვერ გამოვხატავ ემოციებს ესეთ კლიმატში. დამშვიდი, კარგი, რაღაცას მოვიფიქრებთ, პანიკაში არ ჩავარდე. აქ უნდა მოუკვდე წესით. მაიკლ, გეყოფ, არ მოგკვდები, გასაგებია, არ გაინძრეთ, 15 წუთში შევძლებ მანდ მოსვლას. მაიკლ, 15 წუთი არ არის საკმარისი. გვიანი იქნება. არა, არ იქნება გვიანი. ლილი, ესეთ 15 წუთი კარგი დროა. მშვენიერია, უბრალოდ ამოდი, ეხლავე წამო. ჭირდები, ყოველთვის შემეძლო შენი იმედი მქონოდა, ვიცი, ბევრი არ გვისაუბრია. კეიტის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ჭირდები, ჩემო ტკბილო. მოიცადე. აქ ვერ აგიხსნი, უბრალოდ უნდა მოხვიდე აქ და დამილაპარაკო. Don't talk to anybody, just come straight up to the 14th floor and walk through the მოკეტე. აქ რომ მოხვალ, არავის არ დაილაპარაკო, უბრალოდ ამოდი მე-14 სართულზე, იმ კარში შემოდი. მოკეტე. სიკვდილს სიცოცხლის საქმეა, ძვირფასო. არა მოხვიდე ამ ოთახში. კარგი. ლილი. არა, ჩემი პატარა. კაცი გადავარდა ზღვაში. კაცი არის წყალში. მიდი. იაფი ავტო დაზღვევა 1408. კარგად ხარ მეგობარო? ეი, სუნთქავ? მიდი დამელაპარაკე. ბიჭებო, მომეხმარეთ. თავს როგორ გრძნობ? გამოვაღწიე? ყველაფერი რიგზეა, კარგად ხარ, დაწექი. კარგად ხარ, საავადმყოფოში ხარ. საავადმყოფოში სად? ნიუ-იორკში? არა, ლოს-ანჯელესში. თავში შენი სერფინგის დაფა მოგხვდა. ვერ ვიჯერებ, რომ სერფინგზე კიდევ დადიხარ. ჩემ გამო ჩამოფრინდი? ხო, ხელავდი. დამირეგეს. მე მგონი ჯერ კიდევ შენს კანონიერ მემკვიდრედ ვარ მითითებული. კარგი, ნიუ-იორკში არ ვარ, გამოვაღწიე. მაგას რატომ იმეორებ? ნიუ-იორკში ვიყავი დამწყვდეული. ნიუ-იორკში ვკვდებოდი.
In this Kafka. იმ კაფკასურ სასტუმროში. დელფინში. რა? სასტუმრო დელფინი 45-ს და ლექსინგტონის კვეთაზე, იქიდან გელაპარაკე. 45-ს და ლენინგსტონის კვეთაზე? დაგირეკე. მსგავსი არაფერი მომხდარა, კარგად იქნები. უბრალოდ დასვენება გჭირდება. We have a winner. გამარჯვებული ყავს. $600. დაუჯერებელია. ხვდები რატომაც ცხოვრობ აქ. რატომ წამოხვედი? Because every იმიტომ რომ რამდენჯერაც შემოგხედავდი, მისი სახე მესახებოდა. მე მგონი საკმაოდ აშკარაა. ჩემი აზრით სიზმარში ეგ ოთახი შენს ქვეცნობიერში იყო და ბევრი რამ ამოგიდევდა, მაგრამ მაგრამ მოგიხდა. ეს რა იყო, ვერ წარმოიდგენ. rabbit hole. კურდღელის სოროში ვიყავი. Shook up. გრგვინვა და ჭექა იყო. After dinner, you should drive. მეგონა ვახშმის მერე საავადმყოფოში უნდა დამაბრუნო, ოღონდ ამჯერად ფსიქიატრულ განყოფილებაში მივიდეთ. You look really great. ძალიან კარგად გამოიყურები. არ მჯერა რომ აქ ახლა შენთან ერთად ვზივარ. ნუ მეტყვი. ყველაფერი რიგზეა? კიდევ რამეს ხომ არინებებთ? კიდევ ერთი ჭიქა ღვინო დამიმატეთ, გთხოვთ. მაიკ, Yeah, I'll have another. ხო, კიდევ ერთი ტეკილა მომიტანეთ. პატრონი, ცივი ორმაგი, ახლავე დაუბრუნდები. Katie was. კეიტი იყო იქ. And you. წარმოგიდგენია რა გრძნობა? It feels like, to have the sensation. ის გრძნობა მაქვს რომ 2 დღის წინ ვესაუბრებ, ნახე და შევეხე. Talked to her, saw her, touched her. ხო. მას ყოველღამე ვნახულობ თვალების დახუჭვის შემდეგ. Yeah, but it was so vivid. ხო, მაგრამ ეს სინამდვილეს გავდა. ძალიან რეალური იყო. ხომ არ დაწერდი ამის შესახებ? კეიტზე? ჩანდაბა, ყოველთვის ჩემზე მაგარი იყავი. რატომაც არა, სერიოზულად, თითქოს და მზად ხარ ასეთ რაღაცებთან გასამკლავებლად. Can you stay? შეგიძლია დარჩე. მაპატიე. ქარხნის მფლობელი ხიდიდან გადმოვარდა. ჩიკაგოს ქარხნის წარმატებული მფლობელის ტრაგიკული თვითმკვლელობა სამშაბათი 1938 წლის 6 დეკემბერი. ხიდიდან გადმოხდა. My experience in the საზარალი მოგონებები მაკავშირებს იმ ოთახთან. fragmented loop. ტანჯვის და სასოწარკვეთის დანაკუწებული და მუდმივი განმეორება. 1408 საშინელი სიზმარი იყო, მაგრამ როგორღაც განახლებულმა გამოვიღვიძე მისგან. Hey, გამარჯობა, სასწრაფო გზავნილი მაქვს. the right form. I gotta get. ხო, სწორად შევავსე, მინდა რომ ხვალ დილას იყოს უკვე ნიუ-იორკში. წუხვარს ერთ, მაგრამ ჩვენ დაკეტილები ვართ. გასაგებია. ცოცხლად დამწვით.
გარეთ ვიყავი. გარეთ ვიყავი. გარეთ ვიყავი. გთხოვ, ღმერთო. ვიცი რომ გარეთ ვიყავი. ხო? Open it. გაღე. მამიკო. მამიკო. არა. You're not Katie. შენ კეიტი არ ხარ. დახმარება მჭირდება. გთხოვ, არ ხარ ნამდვილი. ცივა. You're not Katie. კეიტი არ ხარ. ცივა. მიყვარხარ მამიკო. შენ აღარ გიყვარ ვარ? Of course I do. რა თქმა უნდა მიყვარხარ. There we go. I got you. აი ასე, ჩემთან ხარ. I got you now. ახლა ჩემს მკლავებში ხარ. Let me stay. არ დამტოვებენ. დაგტოვებე. არ დამტოვებენ. არ დამტოვებენ. Nobody's ever gonna take არა, არა. ვერავინ ვეღარ წაგიყვანს. ჩემთან ხარ, კეიტი, ღმერთო ჩემო, არ გაგიშვებ. Do you let me? გიყვარ ვარ მამიკო. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარხარ მსოფლიოში. ნეტავ ერთად დარჩენა შეგვეძლო შენ, მე და დედიკოს. შეგვიძლია, ეხლა ხომ აქ მყავხარ. ჩემთან ხარ, ძვირფასო. ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი. არა. არა. არა, არ შეგიძლია, ორჯერ წაყვანა არ შეგიძლია. ოღონდ კიდევ არა. გთხოვ, უფალო. არ შეგიძლია, გთხოვ. არა. You bastard. შენ აბიჭვარო.
Why don't you just პირდაპირ რატომ არ მკლავ? ჩვენ არჩევანის უფლებას სტუმრებს უუტოვებთ, ბატონო ელსინ. შეგიძლიათ ამ საათს კვლავ და კვლავ ახლიდან გამლა ირჩიოთ. ან შეგიძლიათ ჩვენი ოთახიდან სასწრაფო გაწერის სერვისი გამოიყენოთ. ბატონო ელსინ. ბატონო ელსლინ. მზად ხართ ოთახის გასათავისუფლებლად, ბატონო ელსლინ? No, არა. not your way. თქვენი გზით არა. გასაგებია. თქვენმა ცოლმა დარეკა, ბატონო ელსლინ. 5 წუთში მოვა და ეგრევე აქ ამოვუშვებთ. She's not. ის არაფერ შუაშია. You can't. მას ვერ მიიღებთ. I'm done. აღარ ვაპირებ თქვენთან კამათს. I'm gonna end this. ყველაფერს დავასრულებ. 5, ეს 5-ია. სირენას ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ამ ოთახიდან რომც გახვიდეთ, ვერ გახვალთ ამ ოთახიდან. 8, ეს 8. თქვენი მეგობრები დავხოცეთ. ყველა თქვენი მეგობარი მკვდარია. We have killed your friends. Every friend is now dead. I've lived the life of a ეგოისტი selfish კაცის ცხოვრებით ვცხოვრობდი. man, but I don't have. მაგრამ არა აუცილებელი ასეთად მოვკვდე. If I'm going down, თუ დავიღუპები, შენც გაგიყოლებ. this may not all be real. ეს ყველაფერი შეიძლება არ იყოს ნამდვილი და შეიძლება არც მე ვიყო ნამდვილი. Fire. მაგრამ ეს ცეცხლი. That's gotta be real. ეს ნამდვილი უნდა იყოს. ჯოჯო ხეჩიც დამწვარ ხარ. ქუჩებში გადით. ყველა კარიდან გადით ქუჩებში. გთხოვთ, ყველა სიმშვიდე შეინარჩუნეთ. რა ხდება? არ ვიცი, ქალბატონო. This might take a while. შეიძლება დიდხანს გაიწელოს. ალბათ რაღაც მოხდა. მადლობა. ჩუმად იყავი შენ ნაბიჭვარო. გთხოვთ, უნდა დამეხმაროთ, დამეხმაროთ. დამშვიდით. ჩემი ქმარია შეგნით, უნდა დამეხმაროთ, გთხოვთ. რომელ სართულზეა? 14 სართული, 1400 მერვე ოთახი.
wasting your time. დროს კარგავ. We're here to do the job. საქმეზე მოვედით And we don't rest. და არ შევშინდებით. The decor is დეკორაცია ძონძებითაა სავსე and the staff და არც თანამშრომლები ვარგა. but on the shiver scale. მაგრამ გულისფანცქალის შკალაზე Toward the dolphin, დელფინს 10 skulls. 10 თავის ქალას მივცემ. იმაზე მეცნურას დროს მოკლავ, რამდენის ჭამაც არ შეგიძლია. Daddy. მამიკო, ყველა კვდება. კარგად იქნები მეგობარო, გამოგიყვანეთ, ახლა უკვე კარგად იქნები. არ შეხვიდე იმ ოთახში. რას ამბობს? ვერაფერი ვერ გავიგე. რა თქვით ბატონო? იქ ბოროტება. გაიყვანეთ აქედან. Well done. ოჩაღ ბატონო ენსლინ. ოჩაღ. კეიტი? კეიტი. არა მაიკ. კეიტი ვნახე. კეიტი აქ არ იყო, საავადმყოფოში ხარ. Hospital. ნიუ-იორკის საავადმყოფოში? ხო არ გახსოვს ხანძარე. That's just უბრალოდ გადავამოწმე. ამბობენ რომ ყველაფერი ელექტროგაყვანილობის ბრალი იყო. wiring. ელექტროგაყვანილობა? ხო, მაგრამ გამოჯამრთელდები, უბრალოდ დასვენება გჭირდება. Are you really here? ნამდვილად ჩემთან ხარ ახლა? That day იმ დღეს ლილიმ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა და დელფინი დახურეს. ცოტა ხნით მაინც. believe what you want. რაც გინდათ ის დაიჯერეთ. All I know is მხოლოდ ის ვიცი, რომ არანაირ ამბებს აღარ დავწერ მოჩვენებებზე. გამოვეწერე. ვერ ვიხსენებ ასე ჩქარა დაგეწეროს. it's easier. ადვილია, ეს წიგნი უკვე დაწერილია. ო ღმერთო, ამ რაღაცებს კვამლის სუნი აზდის, გადავყრე. Let me see. შემახედე. კარგი რა ძვირფასო, ცუდ მოგონებებს მახსენებს. მოდი უბრალოდ გადავყრე. Sometimes you can't. ხანდახან ვერ მოიშორებ ცუდ მოგონებებს. Just gotta live with them. უბრალოდ უნდა იცხოვრო მათთან ერთად. ჩანაწერს გადავამოწმებ. აქ ადრეც ყოფილ ვარ. უსაფრთხოა. აი დივანიც, ვითომ ანტიკური კარადაც. ყვავილებიანი შპალერი. შესანიშნავი ხალიჩაა. მიყვარხარ მამიკო. შენ არ ხარ ნამდვილი. შენ არ ხარ კეიტი. დახმარება მჭირდება, მამიკო. შენ აღარ გიყვარვარ? რა თქმა უნდა მიყვარხარ ძვირფასო. ნეტავ ერთად დარჩენა შეგვეძლო, შენ, მე და დედიკოს. შეგვიძლია, ეხლა ხომ აქ მყავხარ. ჩემთან ხარ ძვირფასო. ღმერთო ჩემო, აღარ გაგიშვებ. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ.com-ის მიერ.